Ქრისტე აღსდგა. Ქრისტე აღსდგა. Ქრისტე აღსდგა. მრავალი აღდგომის წინვალე დღესწაული გაგითენდეს თქვენ საქართველოს და სამყაროს. დიდი და ბრწყინვალე დღეა ქრისტეს აღდგომისა, გამარჯვების დღეა, როცა გაიმარჯვებენ ხოლმე ყიჟინას დასცემენ, ხმამაღლა ღაღადებენ და ეს გამარჯვების ხმარი, გამარჯვების სიხარულია, როცა ჩვენ ვამბობთ ქრისტე აღსდგა და ჭეშმარიტად აღსდგაო, ამით ვამტკიცებთ, რომ ქრისტემ გაიმარჯვა სიკვდილზე, გაიმარჯვა ცოდვაზე, გაიმარჯვა ეშმაკზე. ბნელი იყო სამყაროში და თითქოს გათენების იმედი აღარ იყო. ტყვეობაში იყო ცოდვისა სამყარო, სულები ჯოჯოხეთში იყვნენ, უნუგეშობა იყო. მოვიდა მხსნელი ჩვენი უფალი იესო ქრისტე და გამოიხსნა კაცობრიობა. აი ამას დღეს ასწავლოთ. ეს გამარჯვების ყიჟინა ისმის მთელ მსოფლიოში დღეს, რომ ქრისტე აღსდგა და თავისი აღდგომით ძლევამოსილება მოიპოვა ყოველივეზე. და დღეს ჩვენი გონების თვალი მიმართული ათონის მთაზე, სადაც ზღვის წყალღებმა ივერიის თვიშობლად წოდებული ხატი მიაბრძანეს, უკვე მერე დაერქვა ამას. სასწაულმოქმედი ხატი მიაბრძანეს, რომელიც ხატმებრძოლებმა מחვილით განგმირეს და სასწაული მოხდა, როგორც ცოცხალისგან ისე გარდამოვიდა სისხლი ამ ხატიდან და ამით მიხვდნენ, რომ რაღაცა დიდ სიწმინდესთან ჰქონდათ საქმე და შეშინდნენ და შეწუნდნენ და განეშორდნენ იმ სახლს ნიკიაში, სადაც ქვრივი დედაკაცის სახლში ინახებოდა ეს წმინდა და დიდებული ხატი. მან კი რო დაეცვა ეს დიდი სიწმინდე, ზღვაში ჩაასვენა და ზღვა მიტვირთა ღვთისმშობელი, ზიაღი მართა ფეხზე, ნათელი დაადგა ზღვიდან ზეცამდე და თვალს მიეფარა. და მეათე საუკუნე სრულდებოდა, როცა ეს ხატი ათონის მთაზე გამოჩნდა დიდებული. და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას უნდოდა, რომ შეეთქმო ეს ხატი, ყველა მართლმადიდებლური ქვეყნების ვერ მონაზვნებს უნდოდათ, რომ მათ მონასტერში დავანებულიყო ეს ხატი. შედიოდნენ ნავებით, მრავალი მცდელობა ჰქონდა და ხატი უკან იხევდა. იცით, ათონის მთაზე მრავალი მონასტერია სხვადასხვა ერისა. და ხილვა ჰქონდა წმინდა გაბრიელ ქართველს, რომ შედიო წყალზე ისე იარე როგორც ხმელეთზე, ღვთისმშობელი გამოეცხადა. და ჩემი ხატი გამოაბრძანეო და სამყარო ნახავს, რომ თქვენ ერზე როგორი დიდი წყალობაა. სამყარო ნახავს, როგორ გფარველობთ და რომ ჩემი წილხვედრი ხართ თქვენ. და ათონის ბერებსაც ეჩვენათ, რომ მხოლოდ ღირსი გაბრიელი ქართველი არის იმის ღირსი, რომ მან გამოაბრძანო ჩემი ხატი და მთელი ათონიო ივერთა მონასტრისკენ დაიძრა, მიახლენ აი ამ მონასტერს და მამა გაბრიელს გალობით და საკმევლის ხმევით გაუძღვნენ ზღვისკენ. როგორი სანახავი იქნებოდა, რა დიდ სიწმინდეზე იყო საქართველო და ქართველი ერის სიყვარული უფლისადმი და ღვთისმშობელი დედისადმი, რომ დედა ღვთისმშობელმა ასეთი საკვირველობა გამოუცხადა ქართველებსა და ბერებსა და მთელი ათონის სხვადასხვა ერისაგან შემდგარი მონასტრები და ბერები მიახლენ ივერიელთა სავანეს. იქიდან დიდი სიწმინდე მამა გაბრიელი მიაცილეს ზღვამდე. სიამაყეა და რამდენს გვავალებს ეს დღე და ეს წუთები. როგორც ხმელეთზე შებრძანდა წმინდა გაბრიელი, დაუჩოქა ღვთისმშობელს და იტვირთა მისი წმინდა ხატი და დააბრძანეს დიდი ზეიმით, რომ გამოასვენეს მიწაზე და იქ ამოხეთქა წყარო მაკურნებელმა და დღესაც იხილვება ეს წყარო. დღესაც არის იქ ეს წყარო და მრავალი რწმენით მისული კურნებას იღებს და შემდგომ იცით ეს ბევრჯერ გვითქვამს, საკურთხეველში შეაბრძანეს და რამდენიმე დღე ესე ხდებოდა, რომ
გარეთ ხვდებოდათ ეს ხატი სასწაულებრივად ტოვებდა საკურთხეველს და კარიბჭეში ხვდებოდნენ, შეაბრძანებდნენ და ისე მეორდებოდა და ღვთისმშობელმა უთხრა რომ თქვენ კი არ უნდა დამიცვათო, მე უნდა დაგიცვათ თქვენ, დაგვიცვას ღვთისმშობელმა. და ეწოდა ამ ხატს პორტაიტის, ანუ მეკარე. და ჭეშმარიტად მეკარია ღვთისმშობელი, ჭეშმარიტი კარია ღვთისმშობელი, რადგან ღმერთი მისი საშუალებით მოვიდა. კარებად ექცა ღმერთო სამყაროში მოსულიყო, განკაცებული ღმერთი. მეკარია ჭეშმარიტად იმიტომ რომ 64-ის ბჭეები გაიღო, ჯოჯოხეთის ბჭეები დაიმსხვრა და 64-ის გახსნილ კარში ღვთისმშობელი დგას და თავისი ლოცვით შეუტევს ყველა მორწმუნეს, ყველა მონანულ მორწმუნეს. 64-ის ბჭეებს ისაღებს, მის საგალობეებს წერია 64-ისა ბჭეთა მორწმუნეთა გამღებელო. დღეს აღდგომის სიხარულს ისიც ემატება, რომ ღვთისმშობელი გვაჩვენებს თავის დიდ სიყვარულს. თითქოს ეს დიდი და ყოვლის მომცველი სიხარული არ კმაროდეს ქრისტეს აღდგომისა, რომ ზედაიზედ დაედება კიდევ სიხარული იმისა ჩვენზე და ჩვენ გულებში, რომ ღვთისმშობელს როგორ უყვარს ქართველი, როგორ უყვარს მორწმუნე და როგორ უყვარს ყველა დაბადებული და ყველა ადამიანი. აი ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა და აი ამ აღდგომის სიხარულში და ღვთისმშობლის სიყვარულში იყავით მუდამჟամ თქვენა და საქართველო. ამინ. მერთმა არ მოაკლოს საქართველოს ღვთისმშობლის წყალობა და ღვთისმშობლის საფარველი. არ შეიძლება ორი სიტყვით არა ვთქვა, დღეს ეკლესია 6000 ბერს განადიდებს, გარეჯელ ბერს განადიდებს, რომელიც შახაბაზის დროს ეწამნენ აღდგომა დღეს. ლიტანიობის დროს მათი ანთებული სანთელი შენიშნა მტერმა და მლოცველი და წმინდა ხალხი, რომელიც თვით მტერსაც კი შეეწეოდა და შახაბაზი რო ეუბნება, რომ ადიდა და ხოცეთო ეუბნებიან, ვინც ახლდა მას, რომ ჩვენც კი შეგვეწევიან, როცა გვიჭირს და გვეხმარებიან. ესა უიარაღო უბრალო მლოცველი ხალხია, ღმერთის მოყვარული, მაგრამ მაინც არ მოისურვა. გარეჯში ჩავიდნენ და სისხლის ზღვა დააყენეს. 6000 ადამიანი, იცით, ორიო წინასწარე უწყათ მათ, რომ დღეს ქრისტეს უნდა მიახლოთ, მოწამეები უნდა გახდეთ და ორი მორჩილი მოერიდება ამ სიტუაციას და თებში დაიმალებიან და ხედავენ, რომ 6000 გვირგვინი ჩამოვიდა ზეციდან და ორი ჰაერში ლიბლებდა საწყლად. იფიქრეს, ეს ჩვენი გვირგვინებია, დაბრუნდნენ და ისინიც აღესრულენ. ეს უდიდესი საგანძურია ჩვენთვის. გარეჯის უდაბნო, დავით გარეჯელმა დააარსა. პირველი მონასტრები იოან ნათლისმცემსა და დოდოსრქა აღაშენეს იქა და 25 კილომეტრზე 12 მონასტერი აშენდა და მე ამბობდნენ 15-მდე ავიდაო მათი რიცხვი. რა ბედნიერია ერი, რომ ასეთი დიდი მლოცველები ყავს. როგორ გადავრჩით? ეს ლოცვით გადავრჩით. უფლის სიყვარულით გადავრჩით, ღვთისმშობლის ფარველობით გადავრჩით. საუკუნეებმა აჩვენა ქართველს, რომ გადარჩენა არც რუსეთში, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონშია, გადარჩენა უფალშია, გადარჩენა ღვთისმშობელშია. ეს წამდათ, ეს ჯეროდა ჩვენ ხალხს. ამიტომ მოვედით აქამდე, ქრისტეს გზა რო არ დავაგდეთ, ამიტომ მოვედით და ამიტომ გადავრჩით. მის ხელშია ყოველივე. 6000 გარეჯელი ბერი შეგვეციოს ჩვენ სულიერ ასპარეზზე, სულის ცხონების გზაზე. ეს წუთები, ეს დღები არის სულის ცხონებისთვის მოცემული და უფალმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენც მათ შეუერთდეს, როცა იქნება ამ ქვეყანას და იმ ქვეყანას და ვადიდებდეთ ყდრეთით აღდგომელსა ღმერთსა. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ეს დიდი ზეიმია ჩვენ ტაძარში მობრძანებულები არიან სტუმრები, მამები, სხვადასხვა ეპარქიებიდან, ადგილობრივი ჩვენი ტაძრის სახურები, ასევე თბილისის სხვადასხვა ტაძრებიდან და მადლობა მინდა უთხრა მათ და მიულოცო, როგორც ქრისტეს აღდგომა, ასევე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღე მიულოცო და მათი მოღვაწეობა მინდა ვთხოვო, რომ ღვთისმშობელმა დალოცოს. ისინი მოკეთები არიან და მოყვარულები,
ჩვენი ტაძრისა, ჩვენი მრევლისა და არასოდეს არ რტოვებენ უნუგეშოთ. ყოველთვის მოდიან და ჩვენზე იმსა და სიხარულს იზიარებენ და მადლობა მათ, მადლობა თქვენ, რომ მობრძანეთ და ღვთისმშობელი განადიდეთ, გამობრძანდა ის ხატი, რომელი ათონისთიდან ჩამოგვიბრძანეს და მის წინაშე ლოცულობდა ჩვენი მრევლი, რომ ეს ტაძარი აშენებულიყო და ეს არაუშენებია არც ერთ ადამიანს გამდიდრებულს. ეს ააშენა ეს ტაძარი ჩვენი მრევლის ორმა ლეპტამ. თითო ქვა ყველა მრევლის წევრმა დადო. ეს არის სახალხო ტაძარი. მადლობა ღმერთს ამისთვის. სიყვარულითა და ლოცვით აშენებული და ამ ხატის წინ განდიდებოდა ღმერთი და ამ ხატის წინ ლოცულობდა ჩვენი მრევლი და სამღვდელოება, რომ ეს ტაძარი აშენებოდა და 7 თვეში ვიმეორებ დასრულდა ეს ტაძარი და ამისთვის მადლობა ღმერთს. ეხლა სამღვდელოება გამობრძანდება და დიდი ზეიმურები და აღვასრულებ ღვთის დიდებასა და ღვთისმშობლის დიდებას. ყოვლაწმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო, უმაღლესო წმინდათა ანგელოსთა და მთავარ ანგელოსთაო და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუმწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოებაო, გლახაკ და შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინის სემელო, მშიერთა გამომძდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდილთა ცხოვნებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო. ხოი ყოლად მოწყალეო დედოფალო, ქალწულო, ღვთისმშობელო, მოწყალებითა შეინთა აცხოვნე და შეიწყალე ღვთისდაცული ერთ ჩვენ და მეუფეო მისი. აცხოვნე დედოფალო და შეიწყალე მაღალ ყოლად სამღვდელოს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო. მოსაყდერ სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, ყოველი სამღვდელო და სამონოზო წესი კეთილმორწმე მხედარ მთავარი და ქალაქ მთავარ, ქრისტეს მოყარე მხედრობა და კეთილმსყოფელი ჩვენ და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანენი, სამოსლითა შეინთა პატიოსნითა დაიფარე ევედრე დედოფალო, შენგან გახორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა შეგჭურნეს ჩვენ ძალითა, თვისითა, უძლეველითა, ხილუსა და უხილავსა მტერსა ზედა. დედოფალო ღვთისმშობელო, აღმომიყვანე ჩვენ სიღრმითაგან, სულდოთასა მიიხსენ ჩვენ სიყმელისაგან, ზრისა, ცეცხლისა, მახვილისასა და მოცულისაგან უწყოთეს და ომისაგან, ბრძოლისა, უცნაურისა, სიკვდილისა, დასმისაგან, მწერსაგან, ხსენისა, ქარისა, ყოლისაგან, წყვილებისა, ყოლისაგან, ბოროტისა, მოგერ დედოფალო, მშვიდობა, სიმთელე, მონაბცანო ჩვენთან მართლმადიდებელთა ქრისტიანებთა განაგონებანი ჩვენ თვალი გულისა, ჩვენისა, რაიცა სხონდელ და ღირსიქნე სოდელი მონანი შვენი, სასუფევლისა ძისა შვენისა, სესხისა ჩვენისასა, რამე თუ მეუფება მისი კურთხეულ არ დაზიდებულ თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლადწმინდით სახიერი და ცხოვრების ყოფილი და მარადის უკუნითი უკუნისამდე ყოვლისა ცხოვრებისა ჩვენისა შესავედრებელი შენ ხარ სახიერო და სარწმუნოები ჩვენ და მოლტოლვილი დაგვიფარე და ხელი წყალობისა შენისა აღვიფყარ რამე თუ სხვა იშუა მგომელი არავინ გვივის ჩვენ სოდვილთა თვინიერ შენსა ჭირთა შინა და განსაცელთა გვიჩვენე ძალი შეწევნისა შენისაი რამე თუ შენ ხარ მარადის შემწე ჩვენ სოდვილთაგან ხსნელი დედაო ღვთისა მაღლისაო ვინაიცა შენ და შევედრებული გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან მონანი შენი დედოფალო მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა და გვიხსენ ჩვენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან იბრძნით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო გვაცხოვნე ჩვენ
სიგდილითა სიგდილისა და მდგომელი Χριστέ, აღდგან დრეთი სიგდილის და სიგდილისა და მდგომელი და საფლავების შინათა ცხოვრების იმჭერ. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეუღებითა Όλα δόξα εσადესა Χριστά, ღირსτα ღმერთჩამასეთ და მამაჩვენთა და ყოველთა წმინდა და მალთა ივერიის თიშობისა ქურთმისა ხაფისა და ლექსეთას გარეჯელ ვერსა უდაბნოში მოწყობილსა და ყოველთა წმინდათა შემიწყალნეს და მაცხოვნეს ჩვენ ვით არცა სახიერაც და კაცთ მოყარე Χριστე აღსდგა Χριστე აღსდგა Χριστე აღსდგა მრავალ აღდგომას დაესწარით თქვენა და სრულიად საქართველოს და საქრისტიანო ამინ შეგეციოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი სასწაულმოქმედი ხატი ივერიის ღვთისმშობლად